ძალიან გაცხადებული იყო ჩემი მხრიდან, რომ ეს იქნება პოეტური ფილმი, რაც არის, რომ ეს არ იქნება არც პირდაპირი კრიტიკა, არც პირდაპირი პროპაგანდა. Რაღაც დროს საჭირო გახდა უკვე რაღაცნაირად პატარა აღწერის დაწერა ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორც მითხრეს, რომ ასე ინახა თუ რაზე იქნებოდა ფილმი და რომ ჰქონოდა დასტური, რომ გადაგვეღო იქ, სადაც რაღაც ნებართვა გჭირდებოდა. თავისთავად ფილმის გადაღებას ნებართვა არ ჭირდება, თუმცა რაღაცა სივრცეებში შესვლას ნებართვა ჭირდება. ეს სინოფსისი, ასე ვთქვათ, მოვამზადე, სადაც იგივე ეწერა, რაც ახლა თქვი. და ეს ნებართვა მივიღეთ. უბრალოდ ფილმი რო გამოვიდა, მას შეხვდა წინააღმდეგობა თუ კრიტიკა, ასე ვთქვათ, საკმაოდ დიდი ძალაუფლებაში მყოფი პირების მხრიდან. ვფიქრობ, რატომ მოხდა ეს, იმიტომ რომ ფილმი როგორც ასეთი ხო, ვისაც ნანახი აქვს, ეს არ არის ასეთი პირდაპირი პოსტულატი, რომ ხეების გადარგვა არ შეიძლება. ამას ფილმი არ ამბობს. უბრალოდ ვიცი, რამაც მათ ისინი გააღიზიან, არის ის, რომ ფილმს უნდა ეჩვენებინა, რომ ხეები გადაირგო საჯარო სიკეთისთვის და ხალხისთვის. ეს არ იყო ჩემი ინტერესი, ჩემთვის ნაკლებად საინტერესო იყო, მთავარი იყო ეს ვნება, რომელიც აქვს ძალაუფლებაში მყოფ პირს. რა არის მამოძრავებელი ამ სურვილისა, რომ შეისყიდო ხეები და ერთად მოაგროვო.